2025 წლის დადგომამდე დრო იწურება და როგორც აღმოჩნდა, საახალწლო სამზადისში ჩართული ბედნიერი ადამიანების რიცხვიც შემცირებისკენ მიდის. საახალწლო ბაზრობაზე, სადაც ყველაზე უკეთაა შესაძლებელი გაიგო მოქალაქეთა სადღესასწაულო განწყობა, დღეს ხალხთა ემოციებს ვერ იგრძნობდით. არც ადგილობრივ მეწარმეებს ეტყობოდათ ხალისი, რადგან საახალწლო სათამაშოები ნაძვის ხეების ნაცვლად დახლებს ამშვენებდა. როგორც აქ მომუშავენი აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით ხალხთა პასიურობა ცალსახაა. ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის რიგ პროდუქციაზე ფასთა მატებასა და ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ ფონს. ძალიან შემცირებულია. ხალხის აქტივობა არ არის, არც განწყობა არ არის, თითქოს აღდგება ახალი წელი, ესეთი შეგრძნება მაქვს. ჩვენს რაიონში ქარხნის გაჩერება ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ქარხნის გაჩერება. შემდეგ ახლა ბევრი ემიგრაციაშიც არის ძალიან ბევრი წასული და ვეღარ მოდის რაღაც მიზეზების გამო და ალბათ ცოტა ფასთა სხვაობაც. წინა წლებთან შედარებით ფასებიც ცოტა ძვირია, ესე რომ ვთქვათ. განსაკუთრებით ხეზე არ იგრძნობა ეს, მაგრამ ხორცს პროდუქტებზეა საუბარი და ყველს ძალიან სიძვირი აქვს ამ სფეროში. ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ და ყველა გახარებული ყოფილიყოს. არის ნორმალური განწყობა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ძალიან დაბალი. ამიტომ შესაბამისად ჩვენც ესე მოწმეილები ვზივართ არ შეჯერებათ და არაფერი ისეთ რაღაცები ხდება ზოგადად საქართველოში ძალიან რთულია ყველასთვის იყო კარგი ხასიათზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხი მაინც ცდილობს რომ არ დაკარგოს ის ხალის და ის რაც ახალ წელს ხდება რა. ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ჯერ პირველ რიგში საქართველოში და შემდეგ ყველაფერს ოჯახში. წინა წელს შედარებით უფრო ბევრი იყო ვიდრე ეხლა. ეხლა სიერთად თითქმის არ არის იმასთან შედარებით. დიდად მხიარულობა არ არის ეხლა ამ აქციების ემგენის გამო დიდად არ არის. მყიდველთუნარიანობა დაქვეითებულ მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნება მაინც უწევთ. თუმცა გამოკითხულთაგან იყვნენ ისეთებიც, ვისაც საახალწლო განწყობაც აქვთ და 2025 წლის ნაყოფიერების იმედიც. საახალწლო ყველაფერი, მაგრამ საშუალება რასაც შევხვდებით. ძალიან პენსიონერი ვარ მე თვითონ. ერთი წველა ყველი, ორი თან კომბოსტო. ჯერჯერობით მეტი არა. წინა წელთან შედარებით როგორ არის ფასები მომატებულია? ძალიან მომატებულია. ფასები. წინა წელთან შედარებით ყოველ კვირაში იწევს ფასი და ყოველდღიურად. 2025 წელს რა მოლოდინები გაქვთ, როგორი წელი იქნება თქვენი აზრით? მე მგონი შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ, მაინც მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო. უმაღლესი განწყობით, რა ვიცი. როგორც ჩანს, ხალხს ახალი წელი ახარებს, თუმცა მხოლოდ მათ, ვისაც ამის ფინანსური რესურსი გააჩნია. გული თუ გაგვიძლია ყველაფერი გაია.